100 მეგავატამდე სიმძლავრის პროექტების განხორციელება ეს გროს ენერჯი ჯგუფის 10 წლის გეგმის ნაწილია. რა ინვესტიციებია საჭირო ქვეყანაში ენერგოობიექტების მშენებლობის დასაწყება და რამდენად მიმზიდველია საქართველოს ენერგეტიკული სექტორი. რა გამოწვევების წინაშე დგას დარგი და რა პრობლემები ექმნება კომპანიებს მსხვილი ჰესების მშენებლობის შეფერხების შედეგად. თემას სტუმართან გროს ენერჯი ჯგუფის ფინანსურ დირექტორთან ირაკლი ტყებუჯავასთან ერთად გავაგრძელებთ. ბიზნეს მოსაზრება ყოველთვის საინტერესო, მithumet ისეთი კომპანიის, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ენერგეტიკული დარგის კომპლექსური შესწავლა და მისი ეკონომიკაზე გავლენის შეფასება. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეალურად დავიწყოთ იმით, რა ტიპის გამოწვევები და რა ტიპის პრობლემებია დღეს სექტორში. ისეთი გამოწვევები, რომელიც რეალურად არის ხელისშემშლელი ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას წარმოადგენთ, ხო? რეალურად ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სახელმწიფოს რამდენად სწორად ესმის თქვენი პრობლემები, თქვენი საჭიროებები და აი ეს ყველაზე რთული პერიოდები, რომლებიც განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილს უკავშირდება ხოლმე, რამდენად სწორად ახერხებთ ამის გადალახვას, ესეც იქნება ჩვენი საუბრის მთავარი თემა, ამიტომ დავიწყოთ იმით. ესმის თუ არა სახელმწიფოს კერძო სექტორის პრობლემები და რამდენად სწორად რეაგირებს ამ პრობლემებს? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ვფიქრობ, რომ ესმის ვინაიდან იდგმევა ყოველთვის ის ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს მერე უკვე ბიზნესს. ბოლო პერიოდში ამ მხრივ ჩატარდა აუქციონები, აუქციონების შემდგომ უკვე საშუალება მიეცა ბიზნესს, რომ CFD მექანიზმში მიიღოს მონაწილეობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ინვესტორებისთვის, ბიზნესისთვის, რათა ფინანსური ინსტიტუტებთან ქონოდა პასუხი და რომ თქვათ რა ტარიფზე გაეკეთებინა ფინანსური მოდელი და შემოსავლის მიხედვით განესაზღვრათ და ამან ბიზნეს ფაქტიურად საშუალება მისცა, რომ წლომა ფინანსურ რესურსთან გააგრძელოს. ამის შემდეგ დავუშვათ ბანკები უფრო აქტიურად გაკრედიტებენ, ანუ ამ მიმართულებით პრობლემა არ არის. მარტივად, დიახ, ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა არის გადაწყვეტილი ამ მხრივ და ეს ძალიან კარგი ნაბიჯი გადაიდგა სახელმწიფოს. სხვა რა ტიპის გამოწვევებია, რომელთა გადაჭრაც სახელმწიფოსგან არის აუცილებელი, იმიტომ რომ ენერგეტიკული რაც არ უნდა მოინდომოთ, როდესაც ენერგეტიკაზეა საქმე, იქ სახელმწიფოს მხარდაჭერა და სწორი პოლიტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მივადგები მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორს, ეს არის მოსახლეობა და ადგილობრივი მოსახლეობის განათლება, თუ რაოდენიმე მნიშვნელოვანია ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ენერგოუსაფრთხოებისთვის და ამ კომუნიკაციაში მათი სახელმწიფოს ჩართულობა და სახელმწიფოს როლი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან დღეის მდგომარეობით ბევრი პროექტი ფერხდება, გარკვეული, ესე ვთქვათ, საზოგადოების ზოგი, ადგილობრივი ზოგი, საერთოდ სხვა რეგიონის და სხვა მოსახლის, ესე ვთქვათ, არასწორი და არაადეკვატური ინტერესებიდან გამომდინარე და მაგალითად ეხა რომელ დავუშვათ რა პროექტებია შეფერხებული, თუ შეგვიძლია ამაზე საუბარი თქვენი კონკრეტული კომპანიის გადმოსახედიდან და არის თითქმის ყველა რეგიონში, სადაც ესე ვთქვათ ზოგი ინვესტორი ვერ ახორციელებს ესე ვთქვათ სწორ მოლაპარაკებას, თუნდაც გარკვეული მიწის შეძენას, სადაც არაადეკვატურ ფასს ითხოვს ესე ვთქვათ მოსახლე და შესაბამისად პროექტი გაჩერებული არის. არაადეკვატური ფასი გასაგებია, რომ შეიძლება თქვენთვის პირობითად ამ შემთხვევაში არაადეკვატური იყოს, თუმცა იმ კონკრეტული ადამიანისთვის ის არის ის ფასი, რა ფასადაც მას უხივს, ხო? ეს მექანიზმი, ამ შემთხვევაში დავუშვათ, იქნებ სწორად ვერ პოზიციონირებ და სწორად ვერ ვუხსნით ამ ადამიანებს, რომ რეალურად ეს პროექტი მათთვისაც კარგია, ამ ფასად პროექტი რეალურად არ განხორციელდება და რეალურად ისიც კარგავს. ანუ იქნებ პრობლემა ახსნაშია და განათლება ერთია, მაგრამ ადამიანებს უნდა აუხსნათ, ხო? იმიტომ რომ მათ დავანახოთ ამის საჭიროება სახელმწიფომაც და მათ შორის ინვესტორმაც. და იქნებ ვერ ვუხსნით ამ ადამიანებს ამ პროექტების საჭიროებას. ერთი საკითხია ეს, რა თქმა უნდა, ეს თქვათ ფასის განსაზღვრა, არ განსაზღვრა ახსნა. ასე სხვა საკითხიც არის თვითონ განათლების კუთხით, იმიტომ რომ თუნდაც თქვენ ახსენეთ ენკას მაგალითი, ეს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის, რომ ამის არ განხორციელება და ვერ განხორციელება ძალიან დიდი შეგიშალათ ამან ხელი დავუშვათ
ინვესტიციების განხორციელების კუთხით, მსხვილ ინვესტორებთან ურთიერთობის კუთხით? რა თქმა უნდა, ყველა ადევნებს თვალყურს ინვესტორი, საფინანსო ინსტიტუტი თუ რა მოვლენები ხდება ქვეყანაში, რა შემაფერხებელი, თქვათ, რა პრობლემატური საკითხები და ამას დიდ ყურადღებას უთმობენ. და მივედით ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ისეთ პრობლემურ ნაწილამდე, ეს არის პოლიტიკური ვითარება. დაუშვათ მიმდინარე პროცესებმა რა ტიპის გავლენა იქონია ამ შემთხვევაში ენერგეტიკულ სექტორზე და არის თუ არა გარკვეულწილად ხელი შეშლა ან სვამენ თუ არა დაუშვათ თქვენი პარტნიორები კითხვებს, იმიტომ რომ მსხვილ დაფინანსებას მოითხოვს ხო რეალურად ენერგეტიკული სექტორი. ამ მიმართულებით რამე გარკვეული პრობლემა შეგიძლიათ? ნაკლებად ვიტყოდი, ვინაიდან ეს დარგი ისეთი დარგია, რომელიც ნაკლებად განიცდის, თქვათ, პოლიტიკურ ხევებთან მიმართებაში ძრებს. ჩვენ ერთ-ერთი პარტნიორი არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც არანაირი არც კითხვაც კი არ დაუსვია, თქვათ, EBRD. დიახ, ამ ხრივ არანაირი პრობლემა არ შექმნია და ჩვეულებრივად იმ ხელშეკრულების ფარგლებში და იმ პროცედურების მიხედვით მივყვებით პროექტებს, როგორც თავიდან დავიწყეთ. შეგიძლიათ იმის თქმა, რომ საქართველოს ენერგეტიკულად კვლავაც მიმზიდველია ინვესტორებისთვის და დაუშვათ რისი გაკეთება არის დაჩქარების კუთხით საჭირო, რომ აი ეს რეალურად ეს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, რომელზეც საუბრობთ და სახელმწიფო ამბობს, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომ ამ შემთხვევაში 2030 წელს საქართველოს სრულად შეიძლება თქვას, რომ ჩვენ ვართ ენერგეტიკულად დამოუკიდებლები, ამ რიცხვს აუცილებლად დავიმახსოვრებთ. ბუნებრივია, იმიტომ რომ 2030 წელს ბევრი რამე უკავშირდება განცხადებების დონეზე. სწორედ ამიტომ ვკითხულობ, რეალურად შეგვიძლია, რომ საქართველოს შევძლოთ ენერგეტიკულად სრულყოფილად დამოუკიდებელი ქვეყანა თუ არა, იმ მასშტაბით დამოუკიდებლები ვიყოთ, რომ თუნდაც ზამთარში დიდწილად არ ვიყოთ იმპორტზე დამოკიდებულები. რეალურად ამის პოტენციალი არსებობს და ეს დამტკიცებულია ყველანაირი კვლევებით და ყველანაირი ანგარიშებით. ჩემი აზრით ეს რო განხორციელდეს, რეალურად საჭირო არის აი ეს ორი მექანიზმი, ერთი რომ ინვესტორებმა შეასრულონ თავიანთი ვალდებულება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მემორანდუმია გაფორმებული და ხშირად ხდება მათი გადავადება გარკვეული მიზეზებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზოგიერთი მიზეზი არაადეკვატური მიზეზი არის. და მეორე მხრივ ხელშეწყობა სახელმწიფო არ არის საკმარისად მომთხოვნი ამ მიმართულებით? ფურცელზე დაწერილი მემორანდუმები კარგია, მაგრამ მე რეალურად რამდენად სრულდება თქვენ ვიკითხებით. კარგად მოხდეს მათი მონიტორინგი და რეალური პრობლემა, რა თქმა უნდა, გვერდში უნდა დაუდგენ ბიზნესს და დაეხმარონ მის გადაჭრაში და ამ ყველაზე მთავარი პრობლემა სწორედ აი ეს საკითხი რჩება დღეის მდგომარეობით. რა თქმა უნდა, სხვადასხვა პატარ-პატარა პრობლემები ყოველთვის არსებობს და ამ ხრივ ახლა უნდა იმუშაოს ბიზნესმაც და სახელმწიფო. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს საქართველოში ბიზნეს გარემო ენერგეტიკული კუთხით, ენერგეტიკის სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის არის თუ არა ისეთი, რომ რეალურად ამ ქვეყანაში ფულის შადება ღირდეს და ამ ქვეყანაში შესაძლებლად მიგაჩნდეთ ენერგეტიკის სექტორის განვითარება და თან ის რომ ეს შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროდ აქციათ. დიახ, რა თქმა უნდა, თუ შევხედავთ ევროკავშირს და ევროპას 98-99% პოტენციალი ათვისებულია და საქართველოს არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, სადაც ალბათ 1-20%-ია მხოლოდ ათვისებული იმ პოტენციალის, რაც ჩვენ გაგვაჩნია. თან ეს შეეხება ჰიდრორესურს, განახლება და მწვანე ენერგიას, რომლის ღირებულებაც, ესე ვთქვათ, გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან იაფი არის და ჩვენი ქვეყანა, ესე ვთქვათ, ძალიან საინტერესო არის ინვესტორებისთვის ენერგეტიკული მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და გისურვებთ, რომ რაც შეიძლება მეტი ჰესი აგეშენებინოთ, მეტი ენერგეტიკული ობიექტი, იმიტომ რომ ჩვენ ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ თითოეული ასეთი ობიექტის აშენება ამ ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია. ირაკლი ტყებუჩავა იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.